დემოკრატიული მოძრაობა ნინო ბურჯანაძე, დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი, მოგესალმებით ქალბატონო ნინო, დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ გადაცემაში. ქალბატონო ნინო, რა თქმა უნდა თქვენც იგივე შეკითხვით მოგმართავთ, რატომ უნდა გენდოთ ხალხი, რატომ უნდა აგირჩიოთ თქვენ მაინც და მაინც და არა დაუშვათ სხვა პოლიტიკური ძალა. თქვენი მთავარი გზავნილები საზოგადოებისთვის. დიდი მადლობა უპირველეს ყოვლისა ეთერში მოწვევისათვის. ეს მნიშვნელოვანია არჩევნების წინა დღეს. მინდა უპირველეს ყოვლისა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც აქტიურად იყო ჩართული ჩვენი პარტიის წინა საარჩევნო კამპანიაში. ჩვენ ძალიან ბევრი შეხვედრა გვქონდა პრაქტიკულად მთელ საქართველოში, როგორც ქალაქებში, ასევე სოფლებში, მათ შორის პატარა სოფლებშიც კი. ძალიან ბევრ ადამიანს შევხვდით, ძალიან ბევრი გაჭირვება ვნახეთ, მაგრამ დავინახეთ, რომ ნამდვილად შეგვიძლია გქონდეს იმის იმედი, რომ ხვალ დიდი მხარდაჭერა გვექნება და ძალიან ბევრი ადამიანი შემოხაზავს სამ ნომერს, იმიტომ რომ პრაქტიკულად პირველად ამ ბოლო წლების განმავლობაში არჩევნებზე მე დავინახე, რომ ადამიანები ჩაუღრმავდნენ პროგრამას, საპროგრამო დებულებებს, ჩაუღრმავდნენ დაპირებებს და სკეპტიკურად უყურებდნენ იმას, თუ რამდენად რეალისტური შეიძლება ყოფილიყო ის დაპირებები, რომელსაც საერთოდ პოლიტიკური პარტიები გასცემდნენ. რატომ უნდა გვენდონ ჩვენ? ძალიან მარტივია მიზეზი, იმიტომ რომ მე არასოდეს არ მომიტყუებია და ჩემს თანაგუნდელებს ჩვენი ხალხი, ჩვენ ყოველთვის ვიყავით თანმიმდევრული პოლიტიკური ძალა და შეგიძლიათ ეს, ასე ვთქვათ, ნებისმიერი, ასე ვთქვათ, განცხადებით, ჩვენი მოქმედებებით, ჩვენი ბრძოლით კიდევ ერთხელ გაიხსენოთ და უნდა გვენდონ იმიტომ, რომ ჩვენ ვართ პროფესიონალები და ჩვენ ვიცით, როგორ უნდა მოვაგვაროთ ის პრობლემები, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს. ჩვენ გვაქვს სწორედ ყველაზე გამბედავი, დიახ. რა პროცენტულობას ვარაუდობთ, ეს მაინტერესებდა, მეკითხა, რა შედეგს ელოდებით და თუ დაუშვათ, თუ აღიარებთ ცესკოს შედეგს ჯერ ერთი, რაც როგორიც არ უნდა იყოს ის და თუ დაუშვათ ის არ დაემთხვა იმ შედეგს, რასაც თქვენ ელოდებით, როგორ მოიმოქმედ, რას მოიმოქმედებ და როგორი იქნება თქვენი შემდეგი ნაბიჯები ამ შემთხვევაში. რაც შეეხება პროცენტებს, ჩვენ ზოგადად მიჩვეული ვართ იმას, რომ ყველა არჩევნებზე ვიღებთ 10 ჯერ მეც, ვიდრე წინასწარ გამოკვლევებით გვიწერენ. მე შევახსენებ ჩვენს ტელემაყურებლებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დროს დაგვიწერეს გამოკვლევებით 1% და მივიღეთ 10-ზე მეტი, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ დაგვიწერეს 1.1% და მივიღეთ პრაქტიკულად 11%. ასე რომ, თუ ამ ტრადიციას მივყვებით, დღეს ჩვენ გვიწერენ რეიტინგს 2%, 3%, ბოლოს 5.5-იც კი ასე ვთქვათ გამოიმეტეს ჩვენთვის, ასე რომ 10 ჯერ გამრავლების შემთხვევაში სრულად გვაკმაყოფილებს ეს ციფრები. რაც შეეხება მივიღებთ თუ არა CSKO-ს ციფრებს, ეს არის დამოკიდებული იმაზე, როგორ წარიმართება ხვალინდელი დღე. თუ ეს ციფრები იქნება ადეკვატური, თუ ეს იქნება ნამდვილად სამართლიანად და დემოკრატიულად ჩატარებული და გამჭვირვალედ ჩატარებული არჩევნები, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ნებისმიერ შედეგს მივიღებთ. ჩვენ გვექნება ზუსტი ინფორმაცია, იმიტომ რომ ჩვენ ამჯერად განსხვავებით წინა არჩევნებისაგან გვყავს კომისიის წევრი ყველგან, აბსოლუტურად ყველა უბანზე გვყავს დამკვირვებლები და ბუნებრივია ჩვენ დავეყრდნობით მათ ინფორმაციას და იმედი მინდა ვიქონიო, რომ ისეთი შედეგები იქნება, რომელიც ეჭვის საფუძველს არ გააჩენს. მოგეწონება არ მოგეწონება, ეს სხვა რამეა, შეიძლება მოგეწონოს ადამიანს, ანტო რომელიმე პოლიტიკურ ძალას შედეგი ან არა, მაგრამ თავარია, რომ ეს შედეგი იყოს სანდო, თუ ეს სანდო იქნება, რა თქმა უნდა მივიღებთ. ეხლა მინდა დაუბრუნდეთ თქვენს წინა კითხვას. ჩვენს ძირითად დაპირებებთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, მათ შორის პირადი შეხვედრების დროსაც ჩვენს დაპირებებზე. მე მინდა მხოლოდ რამდენიმე მომენტზე გავამახვილო. მთავარი გზავნილები, ქალბატონო ნინო, თქვენი. კი ბატონო, მთავარი გზავნილი გახლავთ ის რომ ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც აბსოლუტურად გამოკვეთილი გვაქვს ის რომ ჩვენ უნდა გამოვაცხადოთ უბლოკო სტატუსი, ის რომ საქართველოსთვის დღეს ნატო არის ესე ვთქვათ მიუღებელი, იქედან გამომდინარე რომ 2008 წლის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე არის რუსული სამხედრო ბაზები და სხვა ნებისმიერი ნატოს ან რომელიმე სახელმწიფოს სამხედრო კონტინგენტების საქართველოს ტერიტორიაზე განლაგება ქვეყანას მოუტანს შუაზე გახლეჩას. უბლოკო სტატუსი აქვს საშუალება
ეხება რომ ჩვენ მოგვიტანოს რეალური მშვიდობა, უბლოკო სტატუსი არ ნიშნავს მთელ დასავლურ ან სამხრეთ ან აღმოსავლეთ სამყაროსთან კავშირის გაწყვეტას და მხოლოდ რუსეთთან ურთიერთობას, ეს ბუნებრივია, ასე არ არის. ჩვენ ყველასთან ვიმეგობრებთ, ჩვენ მოუმატებთ საქართველოს მეგობრებს და მოვაკლებთ საქართველოს არაკეთილმოსურნეებს. დიახ, ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ვაშინგტონიდან ან ბრიუსელიდან კი არ ვაპირებთ რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას, ჩვენ ვაპირებთ რუსეთთან მოსკოვში ურთიერთობის დალაგებას, ვაშინგტონთან ვაშინგტონში, ბრიუსელთან ბრიუსელში და ასე ვთქვათ თურქეთთან ანკარაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამ უბლოკო სტატუსს შეუძლია მოიტანოს შანსი იმისა, რომ რეალურად მოვახერხოთ ჩვენ რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანა საქართველოს ტერიტორიიდან. ეს არის აფხაზეთის და სამაჩაბლოს შემოbrunების და საქართველოში შემოერთების ერთადერთი შანსი. ასევე უბლოკო სტატუსი არის ის, რასაც შეუძლია რომ მოგვატანინოს ჩვენ უვიზო რეჟიმი, მოგვატანინოს რუსეთის ბაზის სრულყოფილი გახსნა, რაც ქართული პროდუქციისათვის, ქართველი გლეხისათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და რაც ადამიანებს ნამდვილად ამოასუნთქებს და იმ უკიდურესი გაჭირვებიდან გამოიყვანს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ხვალ ადამიანებმა სამი ნომერი შემოხაზონ და ერთ წინადადებას ვიტყვი. არა გვაქვს ჩვენ მეგობრებო, არ შეშინდეთ მოსახლეობას ვეუბნები, არ არის არჩევანი ოცნებებსა და ძალადობას შორის. არც ერთი და არც მეორე. მესამე არჩევანია, ეს არის სამი ნომერი, ბლოკი ბურჯანაძე ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობა, რომელიც გაიტანს ჩვენი ქვეყნის გულიდან მავთუხლართებს, გაამთლიანებს ქვეყანას და ეკონომიკურად ქვეყანას გააძლიერებს. შემოხაზეთ სამი ნომერი და ჩვენ ყველა ყველა სამიანს დავიცავთ, რომელსაც შემოხაზავთ. დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი.